დიანა ტრაპაიძესთან ეთერში ზის ზვიად კუპრაძე, ესეთი პოლიტიკოსია, ახალგაზრდა კაცი, თუ არ ვწდები ლელოს წარმომადგენელია და იძახის ესეთ რაღაცას, რომ აი ეს რაღა ომის საქართველოს ომში ჩათრევის თემაო არისო სისულელეო და ქართული ოცნების პროპაგანდაო და რუსეთთიო არისო ჩამოქცეულიო, ჩამოშლილიო წყალს მიაქო და სადაქვსო რუსეთს იმის თავიო, რომ ეხლაო აქ ეომაო. აი წარმოიდგინეთ რა დონის, ესე იგი, რა დონის პოლიტიკოსია და რა დონის სიშტერეს ლაპარაკობს ტიპი. მე პირადად მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ეგ მესმის, რომ რუსეთს ჟანგიანი ავტომატი, რუსეთს რა მშიერია, რუსეთი იშლება, რუსეთი ინგრევა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იგივეს აჯერებენ უკრაინაშიც და იგივეს აჯერებდნენ უფრო სწორად და ესეთ რაღაცებს ეუბნებოდნენ ევროპელებსაც სხვათა შორის, რომ აი всё, დღეს თუ არა ხვალ რუსეთი შიგნიდან ჩამოიშლება, შიგნით შეჭამენ ერთმანეთს. რუსეთს იარაღი არ აქვს, რუსეთს ეკონომიკა არ აქვს, აი დღეს თუ არა ხვალ დაერევიან ერთმანეთს და ასე შემდეგ. და სამწუხაროდ ყველაფერს რასაც აი ამ სისულელებს რასაც ლაპარაკობენ, ყველაფერი აღმოჩნდა საპირისპიროდ. რუსეთმა თავის ეკონომიკა თავიდან ბოლომდე გადააწყო სამხედრო რელსებზე, გაზარდა სამხედრო წარმოება და დღეს ომი მიდის უკრაინის ტერიტორიაზე სიღრმეში და უკრაინის ქალაქები ნადგურდება და უკრაინის სოფლები ნადგურდება და ამ ომიდან უკრაინა გამოვა წაგებული და არა რუსეთი. ამ კაცმა, ამ პოლიტიკოსი რო ქვია, ძალიან კარგად უნდა იცოდეს ის, რომ უკრაინა არის უბრალოდ ბრძოლის ველი და იარაღი რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის ხელში. ასევე კარგად უნდა იცოდეს ამ კაცმა პოლიტიკოსობაზე რო აქვს პრეტენზია ის, რომ თანამედროვე იმპერიები, მაგალითად ამერიკა და რუსეთი, არასდროს ერთმანეთს არ ესვრის რაკეტებს პირდაპირ. იმიტომ რომ კარგად იციან, რომ ასეთ შემთხვევაში ვერც ერთი ვერ გადარჩება. და სწორედ უკრაინის და საქართველოს ნაირი ქვეყნების ხარჯზე ებრძვიან ერთმანეთს და ჩვენნაირი ქვეყნების ხარჯზე ატარებენ თავიანთ ინტერესებს. სამწუხაროდ უკრაინა შეეწირა ამერიკის და რუსეთის ბრძოლას და კონკრეტულად იმას შეეწირა, რასაც ქვია რუსეთის დასუსტება. ძალიან კარგად იცოდა ამერიკამ და ზოგადად გლობალურმა დასავლეთმა, რომ ამ ომში უკრაინა ვერანაირად გამარჯვებული ვერ გამოვიდოდა და კარგად იცოდნენ ის, რომ მოსკოვამდე ვერ ჩავიდოდნენ ეგენი. რაც იყო დასავლეთის მიზანი, იმ მიზანს მიაღწიეს და ხუთიანზე აქვთ შესრულებული თავიანთი მიზანი უკრაინელების სიცოცხლის ხარჯზე და უკრაინის სახელმწიფოს განადგურების ხარჯზე. ეს ომი იყო უბრალოდ რუსეთის დასუსტების ომი. ეხლა ამ კუპრაძემ უნდა ახსნას, რომ რა ლოგიკით არ აწყობთ საქართველოს ომში ჩათრევა ან ამერიკას, ან ევროპას და ან უკრაინას. აი რა ლოგიკით არ უნდა აწყობდეთ, ხო? პირიქით, ყველანაირი ლოგიკით აწყობდათ ის, რომ საქართველოდანაც გახსნილიყო ფრონტის ხაზი, რადგანაც რუსეთი კიდევ უფრო დაზარალდებოდა და კიდევ უფრო მეტ თავის ტკივილს გაუჩენდნენ რუსეთს და კიდევ მეტად დაასუსტებდნენ რუსეთს. ეს ყველაფერი ამ კუპრაძემ ეჭვი მაქვს, რომ ძალიან კარგად იცის და სპეციალურად ლაპარაკობს მაგ რაღაცებს, რასაც ლაპარაკობს, იმიტომ რომ ეგრე დაავალეს თავისმა პატრონებმა და რაც დაავალეს, იმას ლაპარაკობს და საქართველოს მტრობაა ეგ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ან ძალიან მიამიტი და შტერი უნდა იყო, რომ აი დაჯდე და ეგეთი რაღაცები ილაპარაკო და ეგრე იფიქრო, ან პირდაპირ ამ ქვეყნის მტერი უნდა იყო. რა ლოგიკით არ აწყობს და რა ლოგიკით არ უნდა უნდოდეს ამერიკას და ევროპას და გინდაც უკრაინას ის, რომ საქართველოდან გახსნილიყო ფრონტის ხაზი.
ყველანაირი ლოგიკით აწყობდა ყველას ეგ გარდა საქართველოსი და გარდა რუსეთისა. ამ ომში ეგ რომ მომხდარიყო საქართველო განადგურდებოდა და რუსეთი სერიოზული თავის ტკივილი გაუჩნდებოდა რუსეთს აი აქედან ფრონტის გახსნით. დააკვირდით იარაღსაც უკრაინას აი ისე აწვდიან რა თითქოს აი პიპეტკით აწვეთებენო რომ რაც შეიძლება ეს ომი დროში გაწელილიყო და აი ამ გაწელილ ომში მეტად დასუსტებულიყო რუსეთი და აი მაგას მიაღწიეს ხუთიანზე. ევროპას რაც შეეხება იგივეს ვიტყვი ევროპისთვის საქართველოდან ფრონტის გახსნა იყო ფარი. საკმაოდ აი სერიოზული ფარი. ევროპას იმის შიშები აქვს რომ მიადგება უკრაინის მერე მიადგება ევროკავშირის ქვეყნებს და სწორედ იმიტომ არის რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები ჩვენი ვითომ მეგობრები რო ქვიათ ისე მაგათი დედა მოვტყან მე ესტონელები და ეგ ლიტვა ლატვია რაც არის ეგენი არიან საზიზღარი დედამოტყნულები 90-იანებშიც ისე მოკლედ არ მინდა ეხა რომ რაღაცა მერე ის არ გამომივიდეს რაღაცა შუღლს ვაღვივებდი ან რამეს ეგენი ჩვენი მეგობრები არ არიან და ყველაზე მეტად სწორედ აი ეგ ქვეყნები აქტიურობენ ბალტიისპირეთის ქვეყნები იმიტომ რომ შიში აქვთ და ერთი ადგილი უკანკალებთ რომ უკრაინის მერე მაგათ არ მიადგეს რუსეთი და სწორედაც რომ მაგათვის იქნებოდა მომგებიანი რომ საქართველოს შეეგდოთ ხახაში რუსეთისთვის. აი ეს არის რეალობა და ეს არის ჭეშმარიტება აი ამ საქართველოს ომის თემასთან დაკავშირებით. აი კარგად დააკვირდით რის მერე დაიწყეს ქართული ხელისუფლების ლანძღვა და გინება. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გაუფუჭდათ ურთიერთობა ქართულ ოცნებასთან აი ამ ჩვენ დასავლელ ეგრეთ წოდებულ მეგობრებს. და ქართული ოცნება გამოდის და პირდაპირ იძახის მათი წარმომადგენლები რომ გთხოვდნენ ომსო, პირდაპირ გთხოვდნენ ომში ჩართვასო. ეხა კეთილი ინებონ ამ ადამიანებმა და გამოვიდნენ და აქ მორიდების და პოლიტიკური კეკლუცობის დრო აღარ არის. დაასახელონ სახელები და გვარები და რომელი ქვეყნის წარმომადგენლები იყვნენ და რა თანამდებობებს იკავებდნენ ის ადამიანები, ვინც ჩვენი ხელისუფლებისგან ითხოვდა იმას, რომ საქართველოდან გახსნილიყო ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ. უნდა გამობრძანდნენ და დაასახელონ სახელები და გვარები და რომელი ქვეყნის წარმომადგენლები იყვნენ ეს ადამიანები. ეყოთ ეხა გამბედაობა, ხო მაინც ხო ხედავენ რომ დიქტატორებს და 1000 ჯანდაბას ეძახიან და ვიღას ეფერებიან და რაღაც ეფერებიან. გამოვიდნენ და გვითხრან ყველაფერი თავიდან ბოლომდე გულახდილად გვითხრან ხალხს როგორ თხოვდნენ, ვინ თხოვდნენ და რას თხოვდნენ და სანაცვლოდ თუ გვპირდებოდნენ რამეს.